ჭადრაკის დაფა. თათია პაჭკორიასთან ერთად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიაში, როგორც ჭადრაკში, არჩევა თეთრი და შავი ფიგურების. ვინაიდან მე მაგალითად თუ მე მომცემდა მოწინააღმდეგე ამის არჩევანს, მე ავირჩევდი თეთრ ფიგურებს, ვინაიდან ვიწყებთ თეთრებით. ეს თუ გადავიტანთ თქვათ იგივე მოლაპარაკებების დაფაზე, ეს ნიშნავს იმას, თუ ტექსტზე მუშაობთ, ვისი ტექსტი, ვის მიერ შედგენილი ტექსტი იქნება აღებული როგორც საწყისი ტექსტი მოლაპარაკებებისთვის. ამის მაგალითი არის ძალიან მრავალწლიანი მოლაპარაკება რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე, როდესაც 99 წლიდან მოყოლებული ამ თითოეულ მოლაპარაკებაზე იყო დავა, ვისი ტექსტი იქნება აღიარებული როგორც საწყისი ტექსტი. და პირველ სვლასაც რასაკვირველია აქვს თავისი მნიშვნელობა, ყველას აქვს თავისი ტაქტიკა, ყველას აქვს თავისი სტრატეგია. დიპლომატებს და მოჭადრაკეებს შორის არის ერთი ძალიან საერთო ნიშანი ის, რომ თითოეული შენითვლა უნდა იყოს გათვლილი, შენ უნდა იცოდეს საბოლოო ჯამში რას უნდა მიაღწიო, რა შედეგით, რა იქნება ფასი, რომელსაც შენ გადაიხდი ამა თუ იმ საკითხში. თუმცა მოჭადრაკეებსა და დიპლომატებს შორის მსგავსებასთან ერთად ერთი მთავარი განსხვავებაც არის. ორი ძლიერი მოჭადრაკე აუცილებლად იწყებს ომს. ორი გამოცდილი დიპლომატი კი განაგრძობს მას სხვა საშუალებით. მოულოდნელი სვლებით გამორჩეული მხედარი კი პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე გუნდური მოთამაშეა, რომელიც გუნდშიც კი ინდივიდად დარჩენას ცდილობს. მისთვის თამაში იმდენად რთული არ არის, რამდენადაც კონკრეტულ სვლამდე მისასვლელი მოსამზადებელი პერიოდი. ჩვენთვის, ჩვენი საქმიანობისთვის, დიპლომატიისთვის მეფე არის ეროვნული ინტერესი და იმ ადამიანებისთვის, ვინც იცნობს ჭადრაკს, მე უფრო ალბათ მხედარი ვარ, ვინაიდან ესეთი არაპირდაპირი სვლა ეს არის ალბათ ის სტილი, რომელსაც მე ვირჩევ. მე მჯერა, რომ წარმატება მხოლოდ და მხოლოდ გუნდურ თამაში არის. გუნდში შეიძლება ყავდეს ინდივიდუუმები, მაგრამ ყველა უნდა თამაშობდეს ერთიან თამაშს, ყველა უნდა ექვემდებარებოდეს ძალიან სერიოზულ თვითდისციპლინას, ეს არნიშნავს, რომ თვითშემოქმედება აქ აკრძალულია, არა პირიქით. თვითშემოქმედება კამათი გუნდში, ეს არის აუცილებელი ატრიბუტი. ყველაზე მძიმე ეტაპი მოლაპარაკებების, ეს არის მოლაპარაკებებისთვის მომზადება. ანუ თამაშისთვის მომზადება არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე თამაში თვითონ. ის ალგეთის ხეობაში, დაბა მანგლისში დაიბადა და საბჭოთა მმართველობის პირობებში ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი გახდებოდა. ეს არის მანგლისის სიონი, ეს არის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესი ეკლესია საქართველოში. და ეს სურათი მე მგონი გადაღებულია საუკუნის დასაწყისში. ამიტომ ეს ძველი სურათები დავაგროვეთ, ვიპოვეთ და ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ სამშობლო უნდა გახსოვდეს, შენი ადგილი სადაც დაიბადე. ალგეთის ხეობა ნახსენები იყო, ძალიან ისტორიული ადგილია და პიროვნული თავისუფლება პირველად 16 წლისამ შეიგრძნო, როდესაც ოჯახს მოსწყდა და სასწავლებლად გაემგზავრა. უფრო გვიან კი ეპოქათა გასაყარზე მყოფი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი. ყველამ ალბათ შეიგრძნო მაშინ, რომ დამოუკიდებლობა ძვირიღის, ის ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ამაზე კარგი არაფერი არ არის. აქტიური ცხოვრების წესი და ლიდერის უნარჩვევები სკოლის ასაკიდან დღემდე მოხვება. ბავშვობის ოცნება კი 2000 წელს აუხდა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ჯარისმშენებლობაში მონაწილეობის შანსი მისცეს. მე ყოველთვის მინდოდა პრაქტიკულად გამოცდის ჩაბარებამდე ოცნებად იყო ოფიცერი გამხდარიყავი და ყოფილიყავი სამხედრო. მე შემეცვალა რასაკვირველია ეს როგორც ცვალებადია, მაგრამ როდესაც მე დავინიშნე ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად
შემოთავაზება იყო 2000 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მე ვთვლი რომ რაღაც გარკვეულწილად მე სამოქალაქო ვიყავი, რასაკვირველია, მაგრამ მაინც ვემსახურებოდი ჯარს. აი ეს ჩემი ბავშვობის ოცნება აღსრულდა ოღონდ დამოუკიდებელ საქართველოში, დამოუკიდებელ ქვეყანაში, ჩემს საკუთარი ქვეყნის ჯარს ვაშენებდი და ეს მე ვფიქრობ ამაზე კარგი ოცნება რა უნდა აგიხსულდეს. იქამდე კი იყო სწავლა და სწავლა. ჯერ უკრაინაში 1997 წელს კი პირველი შეხება დასავლურ ცივილიზაციასთან. ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსული სტუდენტებისათვის ჩვეული სირთულეებისა და შოკის გარეშე. ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ შედარებით სხვებთან ჩვენ მოგვეცა საშუალება, ვინაიდან დიპლომატიურ სკოლაში ვსწავლობდით, აი ეს homo sovieticusis ფენომენი ჩვენ არ გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად უფრო ფართო შეხება გქონდა იგივე დასავლურ ცივილიზაციასთან, ვიდრე სხვა პროფესიის, ასე ვთქვათ, სტუდენტებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციაზე, პირიქით მე მინახავს ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოსული საქართველოში და ზუსტად მათ მოდის ხოლმე კულტურული შოკი, ვინაიდან ეხებიან ძალიან ძველ ცივილიზაციას, ძალიან ძველ კულტურას, ჩვენ კულტურას, რასაც რატომღაც არელიან, იმიტომ რომ წლების განმავლობაში საქართველო მოწყვეტილი იყო გარე სამყაროდან, საქართველო იყო ნაწილი დიდი ქვეყნისა, თუმცა ყოველთვის გამოირჩეოდა თავის სილამაზით, თავის მასპინძლობით. სტუმართმოყვარე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისათვის დამახასიათებელი ტაქტი და თავაზიანობა მისი ხასიათის ერთ-ერთი შტრიხია. დიპლომატიური აზროვნებისა და იერარქიისათვის აუცილებელი პროფესიული უნარჩვევები კი ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში მიღებული გამოცდილების შედეგი. იყო ლიდერი რჩეულთა ხვედრია. ლიდერად ქცევა კი არაერთი ადამიანის ლეგიტიმური სურვილი. ისტორია ასეთ ნატურათა რამდენიმე კატეგორიას იცნობს. ზოგიერთი საკუთარ ძლევამოსილებაზე თავადვე საუბრობს, ზოგზეც ისტორიული შემთხვევითობა. ზოგიერთებს კი ამის მტკიცება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის უხდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყველაზე გულწრფელი და უკომპრომისო ოპონენტია. ყველაზე რთული სხვათა შორის კითხვა, რომელიც შეიძლება დაგისვას ვინმემ ცხოვრებაში, ჩემი შეფასებით არის შენი საკუთარი სინდისთან საუბარი, შენ საკუთარ თავთან საუბარი. ყველაზე რთული საუბარი. მე მქონია ჩემ ცხოვრებაში ჩემ საკუთარ თავთან. და იმის მერე ნებისმიერი მოლაპარაკება, თუნდაც რთული ჩანდეს, ჩვენ ძალიან ადვილად. ყველაზე დიდი მოსამართლეა შენი თავის არის შენი საკუთარი სინდისი. თუ ადამიანი ყოველდღე ამტკიცებს, რომ ის არის ლიდერი, მისგან არასდროს არ გამოვლიდო. მან თავისი საქმით, თავისი ქცევით, თავისი პროფესიონალიზმით, თავისი დამაჯერებლობით, თავისი განათლებით, თავისი კონკურენტუნარიანობით უნდა დაამტკიცოს ყოველდღიური საქმიანობით, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ენდო, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ენდობიან იმ კურსს, რომელსაც ჩვენ სთავაზობთ. მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით ცხოვრება იმ ქვეყანაში, რომელიც არის გარდამავალ ეტაპზე. შენ გიწევს ყოველ დღე, მით უმეტეს, როდესაც გიკავია რაღაც მნიშვნელოვანი პოზიცია, მტკიცება საკუთარი თავისთვის და არა სხვისთვის. რომ შენ კონკურენტუნარიანი ხარ, რომ შენ აკეთებს სწორ საქმეს და შენ იმ პასუხისმგებლობას იზიარებს, რაც შეიძლება მოყვეს ნებისმიერ შენ გადაწყვეტილებას, შენ ნაბიჯს და ეს განაპირობებს მაგალითად ჩემ შემთხვევაში იმ მუშაობას, იმ ყოველდღიურ საქმიანობას, რასაც მე ვეწევი ჩემს კოლექტივთან ერთად. ანუ ყოველთვის, როდესაც ხარ ლიდერი, ყოველთვის გადიხარ ხაზზე. და ხანდისხან ხაზი იმდენად ვიწროა, რომ გიწევს კითხვაზე პასუხის გაცემა. ღირს თუ არა გაგრძელება თუ გავერიდო პროცესს. ან ისეთ სიტუაციაში გაყენებენ, როდესაც იძულებულ ხდიან, რომ გაეცალო. ან როგორ გააკეთო ისე, რომ არ ჩამოგაშორონ პროცესს და ეს ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითები არის ამისი. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ცოდნა, ძალიან დიდი მოთმინება, თავგაწირულობა და რაც თავარია, ამას სჭირდება ძალიან დიდი და ძლიერი мотивация.
დიახ, პოლიტიკიდან შეიძლება წახვიდე ან გაგიშვან, რადგან ის დიდხანს უცხოს ხეულს ვერ იტანს. იცვლებიან მთავრობები, იცვლება დრო, იცვლება ფიგურათა განლაგება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. საინტერესოა, სფეროში, სადაც არანაირი ხელშეუხებლობის გარანტია არ არსებობს, საიდან იწყება პოლიტიკური ფალსტარტი და რას ეწოდება პოლიტიკური კონკურენცია. ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო პროფესიონალიზმი. მე აქტიურ პოლიტიკაში არ მონაწილეობდი წლების განმავლობაში, ვემსახურებოდი ქვეყანას დიპლომატიურ ასპარეზზე და ვიყავი საჯარო მოხელე. ანუ ეს არ იყო აქტიური პოლიტიკა, მე მქონდა ყოველთვის ჩემი პერსონალური და დღესაც გამოჩნია ძალიან ძლიერი პერსონალური მწამსი. ამის გარეშე პოლიტიკის წარმოუდგენელია, ის პოლიტიკოსი ვერ იქნება ვერასდროს წარმატებული, რომელსაც არ აქვს მწამსი და არ ჯერა იმ იდეის, რომელსაც ის მზად არის იბრძოლოს. ბოლო წლების განმავლობაში მე მომიწია რასაკვირველი აქტიური პოლიტიკაში ყოფნა, ვინაიდან დღეს მინისტრი ამ გუნდში, ამ ლიდერთან წარმოუდგენელი აქტიური პოლიტიკური პოზიციის გარეშე. წარმოუდგენელია იყო გარდამავალი ქვეყნის აქტიურ პოლიტიკაში. აკეთო საქმე და ვინმე არ გერჩოდეს. საქართველო თავისი ისტორიული წარსულითა და თუნდაც უახლეს მოვლენათა ქრონიკებით ძალიან მდიდარია პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დაუძინებელ მტრებად გადაქცევის ფაქტებით. წარსულში არსებობდნენ და შესაძლოა დღესაც არსებობენ პოლიტიკური ფიგურები, რომელთაც მტრებით ჩათვლების საშუალებას არ აძლევენ. გელა ბეჟუაშვილი ოპონენტებთან ჰარმონიული ურთიერთობის ერთ ეფექტურ ხერხს ფლობს, მართალია სხვათა გამოცდილებიდან, მაგრამ მაინც. მე დავესესხები სხვებს და გეტყვით, რომ მეგობარი ახლოს უნდა ყავდეს, მაგრამ მტერი ბევრად უფრო ახლო ვიდრე მეგობარი. პოლიტიკაში, დიპლომატიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია ბევრად უფრო კარგად იცნობდე შენ მტერს, ვიდრე შენ მეგობარს და მოყვარეს. ეს შენ უპირატესობას გაძლევს. უპირატესობას გაძლევს იმ დროს, როდესაც გიწევს შენი საკუთარი ან ეროვნული ინტერესების დაცვა. ბევრად ეფექტური ხარ, როდესაც იცნობ მოწინააღმდეგეს, როდესაც მის სტილს იცნობ, მის უნარჩვევებს იცნობ, მის თვლის შესაძლო ნაბიჯებს, ის ყოველთვის გადგება იმისათვის, რომ უფრო კარგად გააკეთო ის საქმე, რომელსაც შენ აკეთებ. ძალიან ცნობილ ამერიკელ დიპლომატს ჰენრი კისინჯერს ძალიან ბევრი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის დიპლომატები სთავაზობდნენ ჭადრაკის თამაშს. სთავაზობდნენ და ის თამაშობდა ჭადრაკს, მაგრამ არ ეთამაშებოდა საბჭოთა კავშირის დიპლომატებს. და ეს მე მან ახსნა თავის წიგნში დიპლომატია, რომ მე მამას ვაკეთებდი განგებდი, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ როგორც კი დავიწყებდი თამაშს, ისინი მათი ინტელექტუალური სამსახური დააკვირდებოდა ჩემ აზროვნებას, ჩემ მენტალობას, ჩემ თითოეულ სვლას და ამაზე მე გააკეთებდნენ სერიოზულ დასკვნებს და ის დაეხმარებოდა შემდგომ წაკითხვა ჩემი, ასე ვთქვათ, ტაქტიკის და სტრატეგიის მოლაპარაკებების დროს. მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, იმიტომ რომ პირველი რაც უნდა იცოდე, ეს უნდა იცნობდე, ისე უბრუნდები ჩვენ ძველ გამონათქვამს, რომ უნდა იცნობდე შენ მოწინააღმდეგეს. რასაკვირველია, მე პიროვნულადაც ხლა ძალიან მიჭირს დავასახელო, თუნდაც ჩემთვის, ვინ არის შენი მტერი, ნამდვილად ვიცი, ვინ არის ჩემი მოყვარე, ნამდვილად ვიცი, ვინ არის ჩემი მეგობარი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ სტილიას ჩემი ცხოვრების და საქმიანობის გავაკეთო მინიმიზაცია იმისა, რომ ადამიანი გადავიმტერო. ასე ვთქვათ. არა ყოველთვის ეს ბუნებრივია გამომდის, თუმცა მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც შენ განსაკუთრებით, როდესაც შენ ცხოვრობ გარდამავალ ქვეყანაში, როდესაც იღებ ძალიან ბევრ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მტკივნეულია ზოგიერთი ფენისთვის, მაგრამ საჭიროა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, ბუნებრივია ეს ყველას არ მოსწონს და შენ იძენს ძალიან დიდ ტალღას უკმაყოფილობის, რომელიც თუ დროზე არ მოუვარე ამ საკითხებს, გადადის მტრობაში და უფრო აგრესიულ, ასე ვთქვათ, პაექრობაში. დიპლომატიაში არსებობს ტერმინი ინტელექტუალური განმაიარაღებლობა. როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგე არგუმენტებით, დამაჯერებლად, 7 ტონით უხსნის ან უმტკიცებს ოპონენტს საწინააღმდეგო აზრის სისწორეს.
დიპლომატიურ აზროვნებასა და პრაქტიკაში ჯერ კიდევ ევროპული დემოკრატიის გარეჟრაჟზე დამკვიდრდა გარკვეულობის ელემენტი. კერძოდ დებატებისა მოლაპარაკებათა დაწყების წინ ორივე მხარე დარწმუნებული უნდა ყოფილიყო ერთმანეთის სუვერენულ ძალაუფლებაში. ასეთი იყო მოთხოვნა მე-17 საუკუნის დასაწყისში, პოლიტიკური კულტურისა და დიპლომატიური ეტიკეტის ფორმირების დროს. მე არ მგონია რომ პოლიტიკაში ვინმეს რამე მოუგია შეურაცხყოფით, ცილის წამებით, მაღალი ტონალობით. მე ვფიქრობ ის არ არის ის გზა, რომლითაც შენ უნდა მოიგო პოლიტიკის შემთხვევაში შენი ამომრჩევლის ან წინასაარჩევნო პერიოდში ვართ ამომრჩევლის გული და მისი ნდობა პირიქით. დიპლომატიაშიც ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქციული თუ შენ შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს საერთოდ მიუღებელია დიპლომატიისთვის და ეს არის ის პრინციპი, რომლითაც მე ვხემძვანელობ ჩემს საქმიანობაში და ეს არის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ დღეს საქართველოში გავითავისოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ჩვენი ოპონენტის აზრს და ძალიან აგრესიულად, პოზიტიურად აგრესიულად ვიძახი, შევეკამათოთ მას. მაგრამ ანალოგიური აგრესიულობით ჩვენ უნდა დავიცვათ მისი უფლება ჩვენი ოპონენტის დააფიქსიროს თავისი აზრი. ეს უფლება მას უნდა კონდეს და ჩვენი ოპონენტის უფლებას უნდა ვიცავდეთ. აი ეს არის ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ. იგივე ხდება დიპლომატიაში. ანუ მე პირველი რაც ახასიათებს ჩვენ საქმიანობას, ეს არის ნდობის მოპოვება. ნდობას ვერ მოიპოვებ თუ ხარ უხეში, თუ ხარ უზდელი, თუ შეურაცხყოფით ან ტყუილით, სიცრუით აპირებ შენი მიზნის მიღწევას. ეს შენ განწირული ხარ. მით უმეტეს დღევანდელ დიპლომატიაში და დღევანდელ პირობებში, როდესაც გლობალიზაცია, როდესაც ინფორმაციის გაცვლა ხდება ძალიან მალე, ძალიან ნებისმიერი სიცრუე, ნებისმიერი ტყუილი, ნებისმიერი უნდობლობა ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხვალ უკვე იქნები ძალიან არაეფექტური იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებ. როგორც ჩანს, დიპლომატიის პირველი ფუძემდებლების, საერთაშორისო სამართლის თეორეტიკოსის, ჰუგო დე გროციუსის, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწის, კარდინალ არმან ჟან რიშელიესა და ფრანსუა დე კალიერის პოლიტიკური ანდერძი თანამედროვე დიპლომატიაშიც ხელშეუხებელ ღირებულებად რჩება. თუმცა 4 საუკუნის გასვლის შემდეგაც კი ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ჰუმანიზმის პრინციპების დაცვა არც ისე იოლი აღმოჩნდა. საინტერესოა 21 საუკუნეში, რატომ ვერ ხერხდება დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით ომების პრევენცია. მე მომიწია 4 წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და მე შემდგომ თავდაცვის მინისტრად საქმიანობა. ამდენად ომის წარმოება, თავდაცვა, ეს არის ძალიან ახლო თემა ჩემთვის. ამ შემთხვევაში ჩემში ორი ადამიანი საუბრობს, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი. რა არის დიპლომატია? დიპლომატია ეს არის შესაძლებლობების ხელოვნება. დიპლომატია არ შეუძლია ის ჩვენ ჯადოქრები არა ვართ. ყველაფერი დამოკიდებულია საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ნებაზე. და პოლიტიკური ნების ქონის შემთხვევაში უკვე დიპლომატებზე არ დამოკიდებული თუ რა შედეგს მოიტანენ. არის ესეთი ცნობილი გერმანელი სამხედრო სტრატეგი კლაუზევიცი, რომელმაც თქვა, ომი არის პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება. სხვა საშუალება. და მე პარალელს გაუსვევდი და ვიტყოდი, რომ დიპლომატია ეს არის ომის გაგრძელება სხვა საშუალებებით. საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატები, დიპლომატიური სამსახური, ეს არის მოწინავე რიგი ბრძოლის ველისა. მოწინავე რიგი. და რამდენად ეფექტურები ვართ ჩვენ. აქ იმდენად დაცული არის ამ შემთხვევაში მეფე, მე მეფეს ჩვენ შემთხვევაში დავუძახეთ ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის მეფე, რომელიც დასაცავია დაფაზე, არის ეროვნული ინტერესი. ყველა დანარჩენი ფიგურა დედოფლის ჩაფლით და ვთქვათ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, სხვა დიპლომატიური სამსახურის სხვა ატრიბუტები, იმიტომ რომ ჩვენი დანარჩენი ფიგურები ემსახურებიან რას? ერთის მხრივ
მეფის დაცვას და მეორეს მხრივ მოწინააღმდეგის დამარცხებას დიპლომატიურ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ბრძოლაში. ყოველთვის არ შეუძლია დიპლომატიას ომის პრევენცია. ახასიათებდა მე-20 საუკუნეს ძალიან турბულენტური და ომიანობა, თქვენ იცით, ხშირ შემთხვევაში დიპლომატიამ ვერ შეძლო ომების პრევენცია. 21 საუკუნეში სამწუხაროდ ტენდენცია გრძელდება. დღეს დიპლომატიამ ვერ შეძლო ბალკანეთში ომის პრევენცია. ერაყის შემთხვევაშიც ჩვენ ამ ფაქტორთან გვაქვს საუბარი. ერთ-ერთ მიღებაზე რამოდენიმე წლის წინ მე თავდაცვაში მუშაობდი. მე ერთ-ერთმა ძალიან მაღალი რანგის გენერალმა, როცა საუბრობდი დიპლომატიაზე, მითხრა, რომ ჩვენი დიპლომატია არის წარმატებული და ეფექტური იმიტომ, რომ მას აქვს გამაგრებული ზურგი ჩვენით. ეს ჭეშმარიტებაა. არ შეიძლება იყოს წარმატებული დიპლომატია, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი, ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. დღეს საქართველოში მე ვფიქრობ, ეფექტურობა, ეფექტიანობა ჩვენი საქმიანობის ბევრად არის განპირობებული იმით, რომ ქვეყნის ინსტიტუტები, ასე ვთქვათ, ყალიბდება, ქვეყანას ჰყავს ეფექტური ჯარი და უსაფრთხოების სისტემა და შესაბამისად, როდესაც აკეთებს სვლას, მაგალითად ესეც. შენიცი რომ ამის უკან დგას, როგორც კლაუზევიც თქვა, სხვა საშუალება შენი ეროვნული მიზნის მისაღწევად. თუმცა ომის წარმოება რასაკვირველია არის ეგრეთ წოდებული ბოლო საშუალება, ყველაზე უფრო ასე ვთქვათ არაპოპულარული, მაგრამ ბოლო საშუალება შენი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამდენად ამ სიტუაციაში, როდესაც ჩიხში შესული მოლაპარაკებები არის, უკვე მიდიძიება იმისა, რასაც ჩვენ ვეძახით, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა პოლიტიკური ნება, ანუ პოლიტიკური კლიმატი ამა თუ იმ ქვეყანაში ამ შემთხვევაში შექმნილი იქნას იმისათვის, რომ ეს ხელმოწერა დაედოს იმ ტექსტს, რომელსაც ჩვენ მოველაპარაკეთ. ეს ძალიან ნათლად ჩანს იმ მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს წლების განმავლობაში ჰქონდა და ალბათ გვექნება რუსეთთან. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახცევთ შეთანხმებას, ვინაიდან არ არის ძლიერი პოლიტიკური ნება იმისა, რომ საკითხი გადაწყდეს. ამის გარეშე დიპლომატია ვერ შექმნის სასურველ შედეგს, არც ერთი და არც მეორე მხარისთვის. მოლაპარაკებების პროცესი ყოველთვის ინდივიდუალური და სუბიექტურია. მოლაპარაკებათა შედეგი კი დიპლომატიური სამუშაოს ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მხარე. დიპლომატიური საზოგადოება განსაკუთრებული ყაიდის ადამიანების წრეს მოიცავს. ისინი ერთი შეხედვით მკაცრნი და იზოლირებულნი არიან. ეტიკეტის დაუწერელი წესებითა და მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული თავაზიანობით. გელა ბეჟუაშვილზე ამბობენ, რომ ის ყველაზე მძიმე მოლაპარაკებების დროსაც არ კარგავს ემოციური მდგრადობის უნარს. მე ვერ ვიტყოდი, რომ მე ემოცია არ გამაჩნია. საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ. და არც მალავს სიმართლე რო გითხრათ, ჩემს ემოციას, განსაკუთრებით დადებიც. შენი პრობლემა არის შენი საკუთარი პრობლემა და ეს არც ემოციით, არც არაფრით შენ არ უნდა გადაიტანო შენს გარემოცვაზე, მით უმეტეს, როდესაც ხარ გაკისრი ესეთი დიდი პასუხისმგებლობა. მეორე, მართვა შენი ემოციების ეს არის საჭირო უნარჩვევა დიპლომატის, ვინაიდან შენ ემოციაზე და შენს განწყობაზე ბევრად არის დამოკიდებული შედეგი იმ რთული მოლაპარაკებებისა, იმ რთული პროცესის, იმ რთული თამაშის, დიპლომატიური თამაშის, რომელსაც ჩვენ გვიწევს ყოველდღე შეხების წერტილი. ამდენად უემოციო ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრობლემასაც და წარმატებასაც თანაბარი დოზით ემოციის ხვდები და მე ვფიქრობ ეს საჭირო არის იმისათვის, რომ მე წარმატებულად ვაკეთო ჩემი საქმე. მე შეკრიფეთ, რათა უკვე ოფიციალურად წარმოგიდგინოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა ბეჟუაშვილი. დღევანდელ ახალგაზრდულ პოლიტიკურ ვერტიკალში ის საშუალო ასაკს წარმოადგენს. გავრცელებული მოსაზრებით გამოცდილება წლებს მოაქვს. თუმცა ეპოქაში, სადაც დრო 10,000-ჯერ აჩქარებულია, თანამედროვე მოთხოვნებმა ადამიანთა ბიოლოგიური და ინტელექტუალური ასაკის ცდომილება გამოიწვია.
მსგავსი ალოგიკურობა კი ახალ თაობაშიც შეინიშნება და ხანდაზმულებშიც. გელა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ ადამიანის გამოცდილება მისი მენტალობით იზომება. დიახაც ახალგაზრდა მთავრობა არის, ახალგაზრდებთან მიწევს ყოველდღე მუშაობა. მე ჩემ თავს ახლა 40 წლის ვარ, მაგრამ ხანდაზმულად გრძნობ თავს ამ ჩვენს ახალგაზრდა მთავრობაში და ახალგაზრდა კოლექტივი არის აქ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლიდაც მოდის ძალიან დიდი ენერგია, დიდი პოტენციალი, დიდი мотиваცია მუშაობისა, მაგრამ ამავდროულად მე შემიძლია გითხრათ, რომ ასაკოვანი ადამიანებისგან მოდის ანალოგიური мотиваცია, ანალოგიური ვთქვათ პოტენციალი, აქ მე ვერ გავანსხავებდი. ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემის აზრით. რასაც აქვს მნიშვნელობა, ეს არის შენი რწმენა, შენი პროფესიონალიზმი და мотиваცია. ეს არის სამი ფაქტორი. მე ძალიან ბევრ ადამიანებთან უცხოეთში მქონია ურთიერთობა, ასაკოვან ადამიანებთან, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მხოლოდ დამუხტული, მე გამოვდიოდი ამ შეხვედრებიდან და ყოველთვის მიკვიდა როგორ 80 წლის ადამიანს, რომელიც არიან ქვეყნის პრეზიდენტები, მე არ მინდა ახლა სახელები დავასახელო, მაგრამ რამდენად მოტივირებულები, რამდენად მომზადებულები, ენერგიულები ამავდროულად სიბზნეს სწავლობ. იმიტომ რომ სიბზნე ისეთი რამ არის, რომელიც უნდა შეიძინო ასაკთან. თუმცა მე მინახავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ბრძენია, იმდენად ბრძენია, რომ შეიძლება ეჭვი შეგებაროთ მის ასაკში. ანუ დასკვნა. ყველაფერი არის ინდივიდუალური, რასაკვირველი უფრო მეტი ენერგია და мотиваცია არის დღეს ახალგაზრდა თაობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმ სიბზნეზე, რომელიც მოდის უფრო ხანდაზმული ადამიანებისგან. მისთვის დიპლომატიური რანგი მხოლოდ და მხოლოდ ატრიბუტია იერარქიულ კიბეზე კარიერული ზრდისათვის. გელა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან მოლაპარაკებათა წარმატებით დასრულებას მოტივირებული პაიკების სწორედ გათვლილი სვლები განაპირობებს. პაიკებისა, რომლებიც დაფაზე თამაშის წესებთან ერთად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასაც უნდა სწავლობდნენ. მოლაპარაკებების მაგიდასთან ძალზედ ეფექტური შეიძლება იყოს ატაშე, ძალზედ ეფექტური შეიძლება იყოს პაიკი, ვიდრე მაგალითად ვთქვათ ნებისმიერი სხვა ფიგურა. მაგრამ мотиваცია, პროფესიონალური მომზადება დღევანდელ პირობებში, დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რანგი. თუმცა იერარქია, გადაწყვეტილებების მიღების სწორი განაწილება, ეს არის აუცილებელი ფაქტორი შენი წარმატებისა. ნებისმიერი ორგანიზაციის, ის იქნება კერძო თუ იქნება საჯარო, მაგალითად ჩვენთან ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ვასწავლოთ საშუალო რგოლს, ანუ დეპარტამენტის დირექტორების დონეზე მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თავად. ეს ყოველთვის იყო პრობლემა, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის ყველა უყურებდა პირამიდის სათავეს. ჩვენი მიდგომა არის აბსოლუტურად სხვანაირი. აი აქ გავაკეთოთ ჩვენ ახალი ბანერი. და ალბათ აი აქ გავაკეთებთ არჩევნების ბანერს, რომელზეც ხელმისაწვდომი ინფორმაცია ექნება ყველას, ვისაც დაინტერესებს ეს. განსაკუთრებით ეს არის ჩვენი საელჩოები, ჩვენი საკონსულოები. საზოგადოებრივი ფორმაცია იერარქიის, ხოლო ცივილიზაცია ცერემონიის გარეშე არ არსებობს. ეს წესები და ნორმები დიპლომატიურ პროტოკოლსა და ეტიკეტშია თავმოყრილი. თუმცა მსოფლიოში აღიარებული ოფიციალური ნაწილის გარდა არსებობს კიდევ სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო ტრადიცია, ასევე სუფრის, იუმორისა და უბრალოდ კერძო ადამიანური სამყაროს ელემენტები, რასაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარ საქმეში საკმაოდ ეფექტურად იყენებენ. მე მომიწია მსახური ყაზახეთში, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პირველად დავაფუძნეთ საქართველოს საელჩო ყაზახეთში, იქ ყველაზე საპატიო სტუმარს, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში, მიართმევენ, როგორც ასე ვთქვათ, პატივისცემის ნიშნად მოხარშული ცხენის თავს. ნუ ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რეაქცია ძალიან ბევრი
უცხოელის და ჩემ გვერდზე იჯდა იმ სუფრაზე ყოფილი ელჩი, მე ძალიან კარგად მახსოვს ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბილ კორტნი, რომელიც მე მოგვიანებით საქართველოში იყო ელჩი და როდესაც ჩემი ესეთი ემოცია დაინახა, ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, მან თქვა რომ ნუ გეშინია, ეს უკვე ჩემი მეხუთე თავია. ამდენად ეს უნდა მიიღო და მირჩია რომ აუცილებლად უნდა მიირთვა, იმიტომ რომ ეს არის უპატივცემლობა შენი მასპინძლის მიმართ. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს ჩვენი ტრადიციები, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიღებულია და შეიძლება უცხო ადამიანი ან დიპლომატი ჩავარდეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მაგალითად კანს დააჭერინებენ ხელს ძალიან დიდს. სხვათა შორის მე შოკი ქრება და ძალიან დიდი სიამოვნებით მეორე კანს იღებენ და მიირთმევენ, მაგრამ პირველი რეაქცია როგორც წესი არის ძალიან ისეთი თავშეკავებულია. საბოლოო ჯამში რაც არ უნდა რთული იყოს მოლაპარაკება თუნდაც ომზე და მშვიდობაზე ყველანი ადამიანები ვართ. და ამიტომ თუ შენ მოწინააღმდეგეში და ის ხედავს ადამიანს, ის ყოველთვის გეხმარება იმაში, რომ ყოველ შემთხვევისთვის მიაღწიო ურთიერთობის ფაქტორს. ერთ-ერთი ხერხი, რომელიც აუცილებლად დიპლომატმა უნდა იცოდეს და ეს უფრო ხერხი არა, ეს უფრო უნარჩვევაა, ყოველთვის, როდესაც ისმენ შენ მოწინააღმდეგეს მოლაპარაკებების დროს, შენი თავი უნდა ჩააყენო მის მდგომარეობაში. ყოველთვის ქშველის ის თუ გაიგო მისი ფილოსოფია, მისი აზროვნება. ეს არის შენი უპირატესობა, თუ ეს იცი. როგორ არის პატარა? კარგად არის. შევიდეთ დღეს ძინავს კეთილ. დიპლომატიური მოლაპარაკებები და კონსტრუქციული დიალოგი ამ სახლში თითქმის ყველა თემაზე შესაძლებელია და არა მხოლოდ ოჯახის უფროსის სტატუსის გამო. თუმცა არის ერთი საკითხი, რაზეც ოლიკო და გელა ბეჟუაშვილებისათვის კომპრომისი წარმოუდგენელია. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის სწავლა. ვარ აბსოლუტურად არაკომპრომისული, როდესაც არის სწავლაზე ლაპარაკი. ყველაფერზე შეიძლება შევთანხმდეთ, თუ ჩვენ კარგად ვსწავლობთ. რაზე გელაპარაკები ყოველდღე? კოგოეს. სწავლა. რეიტინგი რამდენი გაქვს სკოლაში? ჰა? 86. და წინა პირას როგორ უნდა 5 იყო? ანუ პროგრესი გვაქვს? მე ვთქვი, ეს ერთი ფულა რა არის? 90 გეთქვა მაინც და შენ ვერ წარმოიდგენ მამა რა ძნელია რეიტინგის აწევა. და რა ადვილი ამ რეიტინგის დაგდებაა. განათლების მიმართ ოლიკო ბერუაშვილის მიდგომა 18 წლის წინათაც იგივე იყო. ახალგაზრდა ცოლ-ქმარ შორის საერთო ინტერესების არსებობამ შედეგი მოგვიანებით გამოიღო. იქამდე კი ახლად დაოჯახებული ქალბატონი საკუთარ არჩევანსაც გაუფრთხილდა და მეუღლის გარეშე არაერთხელ დატოვებულ კერიასაც, რომელსაც მხოლოდ ერთი გამართლება ჰქონდა. ძალიან კარგად მესმოდა, რომ გელამ უნდა ისწავლოს აუცილებლად პირველ რიგში. რომ რაღაცას მიაღწიოს, იმიტომ რომ საკმაოდ ნიჭიერია. და თუ ხელი არ გაუმართე და გვერდში არ ამოვდე კი არაფერი არ გამოვა. ამიტომ ყოველთვის ვეუბნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 20 წლის, 21 წლის, მაშინ უთხარი გელას, რომ შენ ისწავლე და რაღაცას მიაღწიე, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე დამოკიდებული, შეგექმნი ძლიერ ოჯახს, რომელიც ყოველთვის შენ ზურგს გაგიმაგრებს და დღემდე მასზე მოვდივარ. თუ შეიძლება ვისაუბროთ ჩემ შემთხვევაში რაღაც წარმატებაზე, დიდწილად ეკუთვნის ოლიკოს და ოჯახს, ვინაიდან ისინი ყოველთვის ძალიან გაგებით ეკიდებოდნენ ნებისმიერ ჩემ გადაწყვეტილებას, ნებისმიერ ჩემ ნაბიჯს და ეს გმატებს შენ ძალას, როდესაც ასპარეზზე თუნდაც ჩემი დიპლომატიური ჭადრაკის დაფაზე მიწევს ბრძოლა. ჭადრაკი, ვის ვეთამაშოთ ახლა? გიორგი, მოდი გეთამაშო. შავები თუ თეთრები თამაში. დავიდა. სულ რაღაც 3 კვირის წინ გელა ბეჟუაშვილის ოჯახში ქალიშვილის დაბადებით ახალი ცხოვრება დაიწყო. პატარა მარიამს უფროსი ძმებისგან განსხვავებით საკუთარ ქვეყანაში, მშობლების გვერდით, შვიდ და უსაფრთხო გარემოში ყოფნა მოუწევს. პირველი ბავშვიც გვეყოლა ზუსტად
და რთულ პერიოდში ეს იყო 91 წელი. მე მახსოვს ჩვენ ცხოვრობდით ადრე ვერაზე, პარლამენტის უკან ნიაღრის ქუჩაზე და როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი, 6 თვის დათუნა გვეწვინა იმ დროს იატაკზე 3 განმავლობაში ვინაიდან იყო სროლა. და შემდეგ მომიწია ყაზახეთში მუშაობა, როდესაც 94 წელს შეგვეძინა გიორგი, დაიბადა ყაზახეთში. და ისიც რა არის, იმ პერიოდში მე ვერ შევიგზენი ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოგზაურობდი და ოჯახთან ბევრ დროს ვერ ვატარებდი. დღესაც ახლა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ დროს ვატარებ, მაგრამ დღეს ეს პატარა შვილი ჩემთვის არის, რაღაც ახალი ცხოვრების დაწყება. ჩემთვისაც და მე ვფიქრობ ოლიკოსთვისაც. ჩვენ იმდენად გვიხარია, რომ ვერც მალავთ ამ სიხარულს, ვართ ბევრად უფრო მოტივირებულები და მე ვფიქრობ, უფრო ახალგაზრდებიც იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ის ძალიან საინტერესო ცხოვრება ბავშვის აღზრდისა წინა გვაქვს. სახელმწიფო დიპლომატიური თანამდებობის პირისა და მისი მეუღლის ადამიანური ბუნება დიპლომატიურმა პრივილეგიებმა და იმუნიტეტმა ვერ შეცვალა. მათ საზოგადოებრივ ასპარეზებს ზუსტად ისეთებს იცნობენ, როგორც ოჯახურ გარემოში. ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს დარჩეს ის, რაც არის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა მიბაძო არავის. შეიძლება შეისწავლო რაღაცა, მაგრამ არ უნდა მიბაძო. როდესაც ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ სტატუსის მქონე ხარ, მაგრამ ინარჩუნებ იმას, რაც შენ ხარ, მაშინ უფრო ადვილია ალბათ. რა თქმა უნდა, თავისი პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი და ამ დროსაც ძალიან სასიამოვნოც არის ალბათ. ადამიანი რასაკვირველია იცვლება. ადამიანს ცვლის დრო, ადამიანს ცვლის თანამდებობა. ეს სავსებით ბუნებრივია, თუმცა ჩემ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მე არ შევცვლილ და იგივე ასე ვთქვათ, თანაბრად ვზნობიარევან იმ პრობლემების მიმართ, რომელიც გააჩნია ჩვეულებრივ მოქალაქეებს, აბსოლუტურად, ჩვენ მეზობლებს, ჩვენ არა ვართ მოწყვეტილები. მე ყოველ შემთხვევაში მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩვეულებრივ ხალხთან, ისინი მოდიან, გვეუბნებიან თავის გასაჭირს. არ შეცვლილა არც დამოკიდებულება ადგილის დედისადმი. მანგლისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ სახლში მცხოვრები მშობლების მოლოდინი და თაობათა ცვლის მარადიული განცდა. მაშინ, როდესაც მივდივარ მშობლებთან, მე რატომღაც წინსრებ ხედავ ჩემ თავს, მათ ადგილას, როდესაც სტუმრად მივიღებ მე ჩემს საკუთარ შვილს. ანუ ეს არის თაობათა ცვლა, რომელიც არის გარდაუვალი, მაგრამ რომლისთვისაც შენ ყოველთვის უნდა ემზადებოდი. ერთი ფრაზა, რომელიც მე მიყვარს ძალიან და რომელიც მართლაც ეხება მეც, ჩემ ოჯახს და ჩემ ძმასაც სხვათა შორის, ვინაიდან ჩვენ ალგეთის ხეობიდან მოვდივართ. ეს არის ალგეთის ხეობა, ეს არის ისტორიული ადგილი და ეს არის ისტორიული გამონათქვამი. კიდევაც დაესდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.